მოგესალმებით მეგობრებო, არ მომწყინდება ალბათ და 10 ჯენაც და 11 ჯენაც გავიმეორებ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია რეგიონებში გასვლა, აუცილებელია ადამიანებთან შეხვედრა. არ შეიძლება ამდენი უკმაყოფილო ადამიანი არსებობდეს საქართველოში და ვერ ვიყენებდეთ ხელისუფლების დასამყოფად. არ შეიძლება ამდენი უკმაყოფილო ადამიანი იყოს, ამდენი პროტესტის მქონე ადამიანი იყოს და ვერ ვიყენებდეთ და ვერ ვამხობდეთ ხელისუფლებას. ჩადით ხარაგაულში, იმეწყება სოფლები, ასეულობით ოჯახი რჩება უსაკაროდ, არც თავაზობს ხელისუფლება არანაირ პირობებს, არანაირ წინადადებებს არ ეუნებიან, რაც მათ დააკმაყოფილებს. დავანახოთ, რომ ჩვენ გავსხვავდებით ხელისუფლებიდან და მივიდეთ და ვესაუბროთ. თუ რას ვიზამთ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ჩადით ჭიათურაში, ჩადით რუსთავში აზოტის მუშებია გაფიცული. ჩადით ბალდაში, სადაც 2 წელზე მეტი ადამიანები კარვებში ათენებენ ღამეს. ჩადით სხვადასხვა სოფლებში, სადაც სხვადასხვა პრობლემებია, თუნდაც იმ გესის აშენებასთან დაკავშირებით, ვანის რაიონში, გურიაში. ყველგან მხოლოდ უნდა გამოვიდეთ კაბინეტებიდან და ვესაუბროთ. ახლა მინდა ემიგრაციასაც ვიმართო. მე საფრთხის მიუხედავად რამე თუ არა მაქვს სხვა ქვეყანაში გადასვლის უფლება. გადასული ვიყავი პარიზში, გადასული ვიყავი რეიმში. ვესაუბრე ემიგრანტებს და ისინი ზუსტად ამ წინადადებებს აყენებენ, ვერ უყურებენ ძალას, რომელიც მოვა და რომელიც ქვეყანას წარმართავს. ვერ ისმენენ იდეებს, მხოლოდ ისმენენ იმას, თუ რა ცუდია ეს ხელისუფლება. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ცუდია ხელისუფლება. ემიგრაცია მზადაა ბრძოლისათვის და ჩასართვლად. ოღონდ უნდა ჩასვლა და საუბარი. ოღონდ უნდა ნახვა, პირადად გაცნობა. Facebook-ზე და სხვა სოციალურ პლატფორმებზე ყოველდღე წერ ვიდეოებს, მაგრამ ეს შედეგის მომტანი არა. სულ სხვა შედეგია, როდესაც ადამიანთან მიდიხარ, გაიცნობ, ხელშემოუართვებ, დაესაუბრები, მის აზრებს მოისმენ, დაარწმუნებ. ეს ეფექტი არა აქვს ტელევიზიას, არა აქვს Facebook-ს, არა აქვს TikTok-ს და ასე შემდეგ, თორემ ამას მე ყველაფერს ვიყენებ. მაგრამ დავწმუნდი კიდევ ერთხელ, აუცილებელია სიარული ადამიანებთან, აუცილებელია ადამიანებთან შეხვედრა. თვალებში ჩახვედრა, გაცნობა, მათი აზრების მოსვენა და კიდევ ერთხელ დავამატებ. მზათა ვარ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში ჩასასვლელად ემიგრანტებთან შესახვედრად. ჩვენ თუ ახლა არ ვიაქტიურებთ, ჩვენ თუ ახლა ვერ შევძლებთ ამ ხელისუფლების დამხობა, რამდენიმე წელიწადში საქართველოს როგორც სახელმწიფო არ იარსებებს. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარ დარწმუნებული. მადლობთ ყურადღებისათვის.